ყველაზე ბედნიერი ადგილი დედამიწაზე, ადგილი, სადაც ოცნებები ხდება, ადგილი, რომელიც მუდმივად ვითარდება და ასე იქნება მანამ, სანამ სამყაროში ჯადოსნური წარმოდგენის უნარი არსებობს. ქალბატონებო, ბატონებო და ბავშვებო, თქვენს წინაშეა დისნეილენდი. რაც თავი მახსოვს, დისნეის ანიმაცია ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. მასთან ერთად შემიყვარდა ცხოველები. ვისწავლე, რას ნიშნავს კეთილი გულის ქონა და შევიძინე ჯადოსნურობა. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ვუყურებდი სხვადასხვა სამყარო როგორ იქმნებოდა ჩემს წინაშე დიდი მსურველობითა და სიყვარულით. 101 დალმატინელმა მომანდომა ასამდე ძაღლი მყოლოდა, რომლის რაოდენობაც ახლა 12-მდე შემიმცირდა. ლედი და მაწანწალა მასწავლა, რომ საყვარელი მიუსაფარი ძაღლები ყველაზე გულიანი არსებები არიან და მთელი გული ჩემოყვარა ისინი. პიტერ პენმა მთელი ახალი მაგიური სამყარო გადამიშალა თვალწინ და იქნებ სწორედ ამიტომაცაა, რომ საკუთარი თავის რწმენით და ცოტა ჯადოსნური ბრჭყიალების რწმენითაც ჩემს ოცნებებს აქამდე მოვყევი. შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო ამ ხელით ნახატ ულამაზეს ანიმაციებზე და მათ ინსპირაციებზე, მაგრამ ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ მიხვიდეთ დისნეის პარკებამდე, რომელიც დაიწყოთ და ასევე ჩვენი შთაბეჭდილებები ამ პარკებთან დაკავშირებით. როგორც უკვე იცით, პარიზში ვარ და დისნეილენდამდე მეტროთი მივდივართ. ძალიან მარტივია, რადგან დისნეილენდი ბოლო გაჩერებაზეა და თან მეტროში ეს გაჩერება მიკი მაუსის ყურებით არის აღნიშნული, რომ არ გამორჩეს ტურისტებს. რა წამსაც მეტროდან გამოვხვალთ, უკვე ფაქტობრივად დისნეის ტერიტორიაზე ხართ. ნამდვილად დიდი სივრცეა, მაგრამ მარტივია გზის გაგნება, რადგან თითოეული ადამიანი პარკისკენ მიდის. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, თუ ჩვენსავით გინდათ ერთ დღეში Walt Disney Studios და დისნეილენდიც მოიაროთ, მაშინ სტუდიოთი უნდა დაიწყოთ. აქ უკვე მეორედ ვარ იგივე გეგმით, ამიტომ დამიჯერეთ ნამდვილად შესაძლებელია ორივე პარკის ერთ დღეში მოსწრება, თან ისე რომ არაფერს გამოტოვებ. ოღონდ რა თქმა უნდა, პარკის კარის გაღებიდან ფეირვერკის შოუს დამთავრებამდე თუ დარჩებით. და უფრო გვიან რატომ უნდა მოხვიდეთ, ანუ უფრო ადრე რატომ უნდა წახვიდეთ, აქედან მაინც არ მესმის. ასევე სჯობს წინასწარ გქონდეთ განსაზღვრული პირველი რომელ ატრაქციონზე დაჯდებით. თუ პირველი შეხვალთ პარკში და პირველი მიხვალთ ატრაქციონამდე, ლოგიკურად რიგის გარეშეც დასხდებით. 1 საათის შემდეგ კი დამერწმუნოთ რიგი 80 წუთ ლოდინამდე გაიზრდება, ამიტომ პირველ ატრაქციონად ყველაზე პოპულარული შეერჩიეთ. როგორც მიხვდებოდით, დისნეილენდში დედა ჩემთან ერთად მოვედი. 2019 წელს ჩემი ოცნება მისი დახმარებით ავიხტინე და აქ პირველად ვიმოგზაურე. ახლა კი მინდოდა დისნეილენდს ერთად ვსტუმრებოდით, იმიტომ რომ მასე ჩემსავით უყვარს ეს ძვირფასი სამყარო. ერთი ის კი იყო, რომ სანამ აქ მოვიდოდით, ექსტრემალური ატრაქციონები არ უყვარდა, მაგრამ მგონი დისნეილენდმა აზრი შეუცვალა. უბრალოდ დაბალხარისხიანი ატრაქციონები არ მოსწონდათ, რომ დისნეილენდში კარგად გაერთო და არც შეში ჰქონია. ასევე გირჩევ დისნეილენდის აპლიკაცია გადმოვწეროთ, რომელიც გიჩვენებთ რიგის დროებს და ასევე ჩვეულებრივი რუკაა, რითიც იხელმძღვანელებთ და ყველანაირ ლოკაციას მიაგნებთ. შემდეგი ატრაქციონი ჩემი საყვარელი იყო, ტერორის კოშკი. სასაცილო კი ის არის, რომ ეს ატრაქციონი ბევრად უფრო საშიშად მახსოვდა. ალბათ იმიტომ, რომ 2019 წელს პირველი იყო და შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. ისე მომეწონა ლიმიტირებული ჰუდიც კი ვიყიდე იმ დროს. არა და ამის შემდეგ გერმანიის ფანტაზიელენდში და ამერიკის Six Flags-ში ვიყავი, ანუ ყველაზე გიჟ ატრაქციონებზე, რაც კი მსოფლიოში არსებობს. და მაინც ეს ატრაქციონი მახსოვდა ყველაზე კარგად. ეს თავისუფალი ვარნის ატრაქციონია, რომელიც ფოკუსირებულია სერიალზე, სადაც 1929 წელს მოხდა ინციდენტი და სტუმრები გაუჩინარდნენ. რიგში დგომისას მთლიანად ამ სამყაროში ხარ ჩაძერული და ნამდვილად შთამბეჭდავია. ალბათ ჰარი პოტერის სამყაროს მერე, რაც უნივერსალშია, ყველაზე dedicated რიგის გაფორმება ამათ აქვს. 40 მეტრის ვარდნაა და რაც მთავარია დაკეტილ სივრცეშია, ანუ არ იცი ზუსტად რა სიმაღლეზე ხარ და როდის მოხდება ვარდნა. სანამ უცებ დარაბებს არ გახსნიან და მთელი პარკი შენს წინაშე გადაიშლება. რა თქმა უნდა, ატრაქციონის შემდეგ მაღაზიაში უნდა გაიაროთ და თითოეულნივ შეხედოთ. ალბათ დროის ნახევარს ასეთ პარკებში ყოველთვის მაღაზიებში ვატარებ და არც მენანება, რადგან თითოეულ მათგანში რომ წარიყიდო ყველაფერი, იმდენად ლამაზია და ამ პარკების და სამყაროს ნაწილია ეს ლამაზი სათამაშოები და სხვა მერჩი, რომ კარგ განწყობაზე გაყენებს და თუ რომის ყიდვა გინდა კიდე საუკეთესო არჩევანია შენს წინაშე. შემდეგ Avengers-ების ატრაქციონისკენ წავედით. ეს მაღალი სიჩქარის შენობის შიგნით არსებული ატრაქციონია. რაც ამ პარკებში მიყვარს, კიდევ არის მუდმივი მუსიკა, რომელიც გეხმარება კიდევ უფრო მარტივად შეიგრძნო ეს სხვადასხვა სამყარო. სიმართლე გითხრათ, მარველის სამყარო უფრო მაგარ ატრაქციონებს და დიდ ნაწილს იმსახურებს Disney Studios პარკში. რამდენი საყვარელი პერსონაჟი ჰყავს მარველს, რომლის თემატიკის გარშემოც მაგარი ატრაქციონების აწყობა შეიძლება. სამწუხაროდ პიტერ პენი დაკეტილი იყო. შემდეგ Crash Coaster-ისკენ გავემართეთ. აქ ყველაზე დიდ ხნიან რიგში ვიდექით, 80 წუთი. თუმცა ყველა ვინც ასეთ პარკებში დადის, ამეთანხმება, რომ ეს უფრო უარესად ჟღერს, ვიდრე არის. რიგში დგომა როდის არის კარგი, მაგრამ Disney-ის პარკებში ისეთი გახარებული ხარ და თან სულ გინდა რომ ვისთან ერთადაც ხარ იმათ ელაპარაკო, გაუზიარო შენი შთაბეჭდილებები, იქით-აქეთ იხედები, ელოდები შენი რიგი როდის მოვა და მაინც კარგ ხასიათზე ხარ და დროც ასე მალე გადის. სიმართლე გითხრათ, სრულიად მარტო ყოფილი ვარ ასეთ დღეში. ერთხელ მთელი უნივერსალის პარკი რეალურად მარტო მოვიარე და მაინც არ მეგძვნია თავი მარტოდ. აქ ხომ ყველა საერთო გატაცება მოგვიყვანა.
Crash Coaster-მა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა და ალბათ Disney Studios საყვარელ ატრაქციონად იქცა. ამის შემდეგ კი გავემართეთ Disneyland-ისკენ. ისე მიხაროდა ამ სასახლის კიდევ ერთხელ დანახვა, რა განწყობაზეც არ უნდა იყო, რა წამსაც ამ მაგიურ სამყაროს დაინახავ, იმ წამს ღიმილი გადაგეკვრება სახეზე და გრძნობ შენიშინეგანი ბავშვობა როგორ დახტის მაღლა დაბლა. როგორც Walt Disney-მ ერთხელ თქვა, აქ შენ ტოვებ დღევანდელ დღეს და შეაბიჯებ სამყაროში, რომელიც არის გუშინ, ხვალ და ფანტაზიაში. იახაც იმდენად ჩაკარგული ხარ სიხარულში, რომ რაც უფრო ღმად შეაბიჯებ ამ პარკში, მით უფრო ქრება შენი ნამდვილი სადარდებლები. აქ მინდა რამდენიმე ფრაზა გაგიზიაროთ ყველაზე ბრჭყვიალა ანიმაციებიდან. ვარსკვლავთან ჩაფიქრებული ოცნებები ყოველთვის ხდება. გჭირდება მხოლოდ რწმენა, ნდობა და ცოტაოდენი ფიქსი ფხვნილი. სიყვარული არის სიმღერა, რომელიც არასდროს მთავრდება. მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ ვხედავ, არ ნიშნავს, რომ მისი არ მჯერა. არასდროს არ ხარ იმდენად მოხუცი, რომ არ იყო ახალგაზრდა. შენი იდენტობა შენი ყველაზე ძვირფასი საკუთრებაა. გაუფრთხილდი მას. დაიჯერე რომ შეგიძლია და შემდეგ გამოგივა. დღეს მშვენიერი დღეა რომ სცადო. პატარა გათვალისწინება ფიქრის ხვებზე ყველაფერს ცვლის. სასწაულის მოხდენასაც კი დრო სჭირდება. ცხოვრება მოგზაურობაა, რომელიც უნდა განიცადო და არა პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრა. თუ არ იცოდეთ, შეგიძლიათ ამ სასახლის შიგნითაც აღმოჩნდეთ, სადაც მძინარე მზეთუნახავის ულამაზესად გადმოცემულ ისტორიას აღმოაჩენთ. აივნიდან კი მთლიან პარკს დაინახავთ. საოცრებაა. თვითონ სასახლეში კი საშობაო მაღაზიებია, ძალიან ლამაზი პატარა ფიგურებით. თუ გსურთ, რომ მსგავსი სასახლეები რეალურადაც ნახოთ, ყველაზე ცნობილი ინსპირაცია ბავარიაში არსებული სასახლეა. ისე კი ძალიან მაინტერესებს მთლიანი Disney-ის სამყაროდან, რომელია თქვენი საყვარელი პერსონაჟები. იცოდით, რომ მიკი მაუსი იღბლიანი კურდღელი ოსვალდის შემცვლელად შექმნეს და სანამ მას მიკის დაარქმევდნენ, პერსონაჟს მორტიმერ მაუსი ერქვა. მიკი კი ვოლტის ცოლის რჩევა იყო. ამ პარკის დეტალების თვალიერება ერთი ბედნიერებაა. ყველგან მიკის ყურის სილუეტებია ჩამალული. Disneyland-ში მგონია ყველა ძალიან ბედნიერი იქნება, თუმცა ისინი, ვინც ამ მულტფილმების ყურებაში გაიზარდნენ, შეუძლებელია გულწრფელი სიხარულით არ შეხვდნენ საყვარელი სამყაროების შიგნით მოხვედრას. ჯერ Frontierland-ის Phantom Manor-ისკენ გავემართეთ, თუმცა ვთვლი, რომ ამის გარეშეც შეგიძლიათ გაწყვოთ. კარგი იყო, მაგრამ არა გადასარავი. ნელა მოძრავი მანქანა იყო, რომელსაც სიბნელეში დაყავხარ და თან სხვა ფიგურებს ხედავ, რომლებიც მოძრაობენ. ამის შემდეგ დედამ შემახსენა, რომ ლანჩის დრო იყო. თუმცა სიმართლე გითხრათ, როდესაც ასეთ პარკებში ვარ, არც ჭამა მახსოვს და არც საჭმლის არსებობა. მაგრამ მე ყოველდღიურობაში წასე ვარ. ამიტომ სანდო არ ვარ, რომ სადმე თუ მივდივარ, ჭამის დროს გავითვალისწინებ. მაინც წავედით კოკოს რესტორნისკენ, სადაც ბურიტოები ავიღეთ. მაინც არ ვაცადე დაჯდომა და ჭამით ვისეირნეთ, იმიტომ რომ მენანებოდა ერთ ადგილზე გაჩერება, როდესაც შევგვეძლო სხვა სამყაროების ხედზე გვეჭამა. ამის შემდეგ ინდიანა ჯონსის ატრაქციონისკენ წავედით, რომელიც ყველაზე მაგარი ატრაქციონია აქ, თავგადასავლების ლენჩი. როგორც გითხარით, წინასწარ მოიძიეთ, რომელი ატრაქციონის ნახვა გინდათ, რომ პარკში ყოფნისას არ დაიფნეთ. სამწუხაროდ ჭექა ქუხილის მთა დაკეტილი იყო, ასეც ხდება ხოლმე. ზოგი რამ სეზონურად იკეტება, ზოგიც კი უბრალოდ შეკეთებისთვის. ამიტომ ესეც წინასწარ უნდა მოიძიოთ. ამის შემდეგ კი Disneyland-ის საუკეთესო ატრაქციონისკენ გავამართეთ, კარიბის ზღვის მეკობრეებისკენ. ძალიან წყნარი, გარემოს მომცველი, საინტერესო, ცოცხალი ატრაქციონია. უცნაურია, მაგრამ თან მგონია ყველა ვინც აქ ნამყოფია და მეთანხმება, რომ თავისი დამახასიათებელი სუნიც აქვს. რა თქმა უნდა, წყლის გამო. მაგრამ მაინც ესეც გეხმარება, რომ მეკობრეების სამყაროში იგრძნო თავი. ისე იცით, რომ თავიდან ეს უბრალოდ სვილის მუზეუმი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მაინც მოახერხეს, რომ ატრაქციონად ექციათ. და ეს ბოლო ატრაქციონი იყო, რომლის დიზაინშიც Walt Disney-მ მიიღო მონაწილეობა და ის გაიხსნა 1967 წელს. ახლა კი მივდივართ Fantasyland-ისკენ. შეიძლება ზოგ თქვენგანს ვაბნევ ამ სხვადასხვა ლოკაციებით, რადგან გიჩნდებათ კითხვა, Disneyland-ში არ ხარო? ამიტომ რუკას გავშლი. აი ასე, გვაქვს პარკში შესასვლელი, აი ის ლამაზი ვარდისფერი შენობა დასაწყისში რომ ნახეთ, შემდეგ წავედით Frontierland-ისკენ, სადაც პირველ ატრაქციონზე დავსხედით, შემდეგ წავედით თავგადასავლების ლენდისკენ, სადაც მეკობრეების რაიდი იყო და ახლა კი მივდივართ Fantasyland-ისკენ, სადაც შევეცდებით ალისას ლაბირინთში დავიკარგოთ. ამის შემდეგ კი Discoveryland-ში ექსტრემალურ ატრაქციონებზე დავსხდებით და საბოლოოდ სასახლის წინ მივოლთ, რომ ღამის ფეირვერკის შოუს ვუყუროთ. ესეც ასე, ალისას ლაბირინთში შევედით. ახლა უკვე მზე ჩადიოდა და ულამაზესი ოქროს საათი მოგვიწია ალისას ბაღში. რა თქმა უნდა, წიგნიდან და ანიმაციიდან ბევრი რეფერენსია აღებული. ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ მართლა დავიკარგეთ. ზოგჯერ ნამდვილად ვერ ვიგებდი საით უნდა წავსულიყავით, რადგან ყველა გზა ჩეხით მთავრდებოდა.
ამ ლაბირინთს აქვს ორი სექცია. პირველი ალისას თავგადასავლების შესახებაა, მანამ სანამ გულების დედოფალ შეხვდებოდა. მეორე კი ალისას ამბებზეა დედოფალთან შეხვედრისას. ამ ლაბირინთის მიზანიც სწორედ გულების დედოფლის სასახლეში მოხვედრაა, რომელიც ულამაზესია. რეფერენსებს რაც შეეხება, დასაწყისში გავდივართ გვირაბს, რომელიც ალისას საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრას გვაგონებს. შემდეგ პაწაწინა კარებს გავდივართ და მივდივართ მუხლუხოსთან, რომელიც ჩილიმს ეწევა და უცნაურ კითხვებს გვისვამს. შემდეგ ჩეშირის კატას ვხედავთ მდელოზე. ამის შემდეგ ვხედავთ ვარდების წითლად შეღებვას და საწყალ მოსამსახურეებს, ცნობილ ფრაზას, მოაჭერით თავები და საბოლოოდ მივდივართ სასახლესთან, რომელიც მართლა გასაოცრად ლამაზია და ამ სასახლის აივნიდანაც მთელი პარკი ჭერს. ზუსტად ამ დროს გავიგეთ, რომ პარადი მოდიოდა და ამიტომ ცოტა ხანს დავრჩით და ამას ვუყურეთ. შემდეგ კი ფენტეზილენდის ბოლო რაიდზე. ანუ ეს პატარა სამყაროაზე დავსხედით. შეიძლება მოტყუდოთ, რომ ეს მხოლოდ პატარა ბავშვებისთვისაა, თუმცა ნურას უკაცრავად. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, საოცარი და პოპულარული ატრაქციონია მთელს პარკებში ყველა ასაკისთვის. ნავით მშვიდად მიდიხარ თითქოს ფერიების ჯადოსნურობის სამყაროში. სახელის შესაბამისად, მთელი სამყარო სამსახველი პატარა თუჯინები ჰყავთ. ისინი ცეკვავენ, მღერიან და დედამიწის სხვადასხვა კულტურას გაცნობენ. აქ არის წარმოდგენილი ცნობილი ადგილები, ტრადიციული მუსიკა და კოსტიუმები. თუ კარგად დააკვირდებით, ჩამალულ დისნეის პერსონაჟებსაც აღმოაჩენთ, როგორებიც არის პინოქიო, კონკია და პიტერ პენი. ამ ატრაქციონების შემდეგ საშობაო მარკეტი შევამჩნიეთ და იქით წავედით. გემრიელი დესერტები მივირთვით და შემდეგ Discoveryland-ისკენ გავემართეთ. რა თქმა უნდა, აქ Star Wars-ის Hyperspace Mountain-ზე დავსხედით. ამის შემდეგ კი ისევ მაღაზიებში დავდიოდით და ნელ-ნელა სასახლის წინაც მივედით. შოუ დაბნელების შემდეგ იწყება, ამიტომ დაწყების დრო სეზონებთან ერთად იცვლება. საათები წინასწარ ნახეთ ხოლმე, რომ არ გამოგეპაროთ რამე. ასევე სასახლესთან ადრე მიდით, რომ კარგი ადგილები დაიკავოთ. შეიძლება იფიქროთ, სასახლეს ყველა მხრიდან ხომ დავინახავო, მაგრამ ნამდვილად არ არის ეგრე. განსხვავება არის სათქახად. შემოდგომაზე რომ ვიყავი, ყველა ქვაფენილზე იჯდა და უფრო მარტივი იყო შოუს ყურება. მაგრამ ზამთარში ყველა დგას. ზოგს ბავშვები კიცერზე უზის. ზოგი ადგილიდან შეიძლება შენობა ან ბოძი გეფარებოდეს, ამიტომ კარგად შეერჩიეთ ადგილი. და აი, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადგილს. და ეს შოუ კი იდეალური დასასრულია დისნეილენდის დღისთვის. ისე კი ვიტყოდი, რომ ახალ მულტფილმებს რომ ხედავ, გული მწყდება ცოტა. 7 წლის წინ კიდევ უფრო მეტ ანიმაციებს ვცნობდი, ახლა კი ბევრი ახალი იყო ჩამატებული. და მესმის, რომ ახალი თაობისთვის აკეთებენ ამას, მაგრამ მაინც ძველ ანიმაციებს და მათ გენიალურ მუსიკას ხომ არაფერი სჯობს. ახლა კი ისე ამოვნეთ დისნეილენდის საოცარი შოუთი და გახსოვდეთ, ოცნებები აუცილებლად ხდება. საჭიროა მხოლოდ რომ მათი დაეჭერათ.
La véritable magie se trouve en chacun de nous. Alors partez à sa recherche et répandez-la autour de vous. Find your magic, embrace it, and pass it on.